მე რა მოხდა კაცო ერთი წელი მალე გავა ეგეთი ფრაზები. ვერაფერი ვერ ანაზღაურებს ამ ადამიანების დაკარგულ თვეებს და წლებს და რომ ამ ადამიანებს არავინ არ გაათავისუფლებს თუ ჩვენ არ გავაკეთეთ ეგ ყველაფერი და ჩვენ არ ვიქნებით ძლიერები. მე არ ვარ ნიჰილისტურად განწყობილი, არც არასდროს არ ყოფილვარ და პირიქით ამ პროცესებს რაც ახლა ხდება, ველოდები წლების განმავლობაში, იმიტომ რომ მგონია, რომ არასდროს ბოლო 14 წლის განმავლობაში ეს საზოგადოება არ ყოფილა არასდროს ესე მზად, როგორც ახლა არის, იმისთვის, რომ შეცვალოს ის უსამართლობა, რაშიც ვცხოვრობთ. რაც უფრო მეტად დაიძაბება სიტუაცია, მით უფრო მოახლოვდება ის პერიოდი, რომ უბრალოდ უნდა გადავწყვიტოთ ან იქით, ან აქეთ. და მე მგონია, რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, არავინ, ქართველები, ვინც შევეგუებით იმას, რომ უბრალოდ ესე გამოგვკეტონ სახლებში ხმა არ ამოგვი. შეიძლება რაღაც პერიოდი შევეჩვიოთ, მაგრამ რაღაც დროს მაინც იფეთქებს ეგ ყველაფერი. უკვე ერთი წელზე მეტია, რაც ბათუმში, ანუ უწყვეტად მიმდინარეობს ეს პროტესტი და მართლა არც ერთი დღე არ ყოფილა პროტესტის გარეშე. უბრალოდ ბოლო თვეების განმავლობაში უკვე ცოტა სიმბოლური ხასიათი შეიძინა და არც ისე მრავალრიცხოვანია, როგორც ვისურვებდით, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა პირველი 2 თვის განმავლობაში აქაურობა სულ ხალხით იყო სავსე და გადაკეტილი იყო ყველაფერი და ძალიან ბევრი საათის განმავლობაში ეს ადამიანები უწყვეტად ჩვენთან ერთად აპროტესტებდნენ იმ უსამართლობას, რომელიც კიდევ უფრო მწვავდება ყოველდღიურად. ანუ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო იმ ხელა მასშტაბი უსამართლობის, როგორც დღეს გვაქვს. ანუ დღეს გაცილებით უფრო კრიტიკული სიტუაცია არის, ვიდრე ვთქვათ 1 წლის ან 2 წლის წინ. ბევრ ადამიანს გონია, რომ ყველაფერი მხოლოდ თბილისში წყდება, რაც ერთი მხრივ აბსოლუტური სიმართლე არის, მაგრამ მხოლოდ თბილისის პროტესტი ვერაფერს იზამს თუ ყველა ქალაქში, დაბაში ან სოფელში იგივე საპროტესტო განწყობა არ დაეხმარება ამ ყველაფრის უფრო ფართო მასშტაბზე გასვლას. ამიტომ მე მგონია, რომ ყველა დიდ ქალაქში პროტესტია, ადგილობრივი პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როცა დრო მოვა იმისი, რომ რაღაცნაირად ყველაფერი თბილისში კონცენტრირდეს, ეს მოსახლეობა ამისთვის მზად უნდა იყოს. თავიდან მინიმუმ პირველი 1 თვის განმავლობაში მახსოვს, რომ დღეში უბრალოდ რამდენიმე აქციაზე დავდიოდით, ანუ მთელი დღე აქციებზე ვიყავით, ათასობით ადამიანი და ეგ ბათუმში არასდროს არ ყოფილა, აქამდე იყო ვარდების რევოლუციის დროს, ისიც ძალიან მცირე პერიოდის განმავლობაში. სინამდვილეში ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს, უბრალოდ იმდენად გამოფიტული და დაღლილები ვართ ბოლო 1 წლის განმავლობაში, რომ გვიჭირს ჩვენივე მიღწევების გააზრება და ყველა ის აბსოლუტურად აბსურდული კანონები იმდენად ირონიით მიიღო საზოგადოებამ და ისე ოსტატურად და დახვეწილად გაუმკლავდა ამ სირთულეებს, რომ მე მართლა აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით, რაც შემოდგომაზე ხდებოდა ამ შემოდგომაზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად მივხვდი, რომ გავიზარდეთ როგორც საზოგადოება და ამ 1 წლის განმავლობაში დავინახეთ ყველა ხარვეზი და ყველა დანაშაული, თითქმის ალბათ ძალიან ბევრია, მაგრამ რაღაცებზე უფრო მეტად შეგვექმნა წარმოდგენა და მე მგონია, რომ როცა დავიწყებთ ახალი ქვეყნის შენებას, ანუ ეგ ინფორმაცია ძალიან დაგვეხმარება ყველაფერში და ერთიანობა ვისწავლეთ და თან ვისწავლეთ სოლიდარობა და თანაგრძნობა. ანუ გამოჩნდა, რომ ასეთი ხალხი ძალიან ბევრია. ძალიან მიხარია, რომ ეგ ყველაფერი დავინახეთ და მართლა მჯერა ამ საზოგადოების, ანუ მაგიტომაც ვარ იმედიანად ეს ერთიანობა იქნება გადამწყვეტი იმისთვის, რომ უბრალოდ მივხვდეთ, რომ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. რაღაცნაირად ცოტა ისეთი პერიოდი მგონია ხა შტორმამდე, რომ მშვიდი ზღვა არის, ხო? აი, უბრალოდ ჩვენი დანიშნულება, ვინც აქტიურ პროტესტში ვართ, არის ის, რომ რაღაცნაირად ბოლომდე მივიტანოთ, რომ მე ახალ ტალღას ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩამონგრეული რეჟიმი, რომელიც ცდილობს, რომ გვაჩვენოს თავი თითქოს, მოგვაჩვენოს თავი თითქოს მყარად დგას. მე მგონია, რომ ის ბზარები თავის თავს აუცილებლად გამოაჩენს და მინიმუმ ის მომენტი, რომ თვითონ მათ შორის ამხელა განხეთქილებებია
ერთი წლის განმავლობაში თითქმის აღარ დარჩათ ისეთი კადრები, ვინც საზოგადოებისთვის ამდენი წლის განმავლობაში ნაცნობი იყო და ახალი ადამიანების ძებნა მოუწიათ იმისთვის, რომ აი ბათუმის მერი ან აბსოლუტურად უცნობი ხალხია, ხო? არ ვიცით, ეხლა გაგვაცნეს. ის ადამიანები თვითონვე მოიშორეს თავიანთი გუნდიდან ერთმანეთზე რევანში, ანუ ბევრ პრობლემას ვხედავთ ირგვლივ და უბრალოდ ჩვენ იმდენად გამოფიტული ვართ ბოლომდე, რომ გვიჭირს საკუთარი მიღწევების დანახვა და დაჯერება. ქუჩაშიც რო დავდივარ და ანუ უბრალოდ ყველა უკმაყოფილოა რაღაც ისე შემთხვევით ყურმოკრული ფრაზებიდან გამომდინარე ან ტაქსიში ან მაღაზიაში, ანუ ყველა ნაბიჯზე გვხდება ძალიან დიდი უკმაყოფილება ყველანაირ საკითხზე, არა მარტო თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე და რაღაც ისეთ ამაღლებულ პრინციპებზე, ანუ ყოველდღიურ პროცესში აი სოციალური პრობლემები არის იმდენად მწვავე, რომ მე მგონია, რომ ამას უკვე ვეღარავინ ვეღარ ემალება, ანუ რაღაცნაირად ყველა სახლში შევიდა ეს უკმაყოფილება, გინდ კოცი იყოს და გინდ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა, ამიტომ ამ ხრივ უფრო რაღაც ჩემი პირადი დაკვირვებები მაქვს, რაშიც ვამჩნევ, რომ ეს უკმაყოფილება არის გაზრდილი და არსად არ წასულა ესიანმა, ვისაც გულწრფელად უნდა რომ იცხოვროს დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოში, რაღაცნაირად თავის თავზე იმუშაოს იმისთვის, რომ დაუბრუნდეს პროტესტს და უნდა იცოდეს, რომ მის გარდა ამ ყველაფერს ვერავინ ვერ შეცვლის. აი ეს დრო, როცა მოვა, აი ზუსტად ვიცი, რომ გავიმარჯვებთ. უბრალოდ მანამდე ყველა ჩვენ თავზე გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ რაღაცნაირად ისევ იმ ერთიანი ძალით ყველა ქუჩას მოვედოთ. ყველა ქალაქში, ანუ ეგ არის მთავარი და მე უკვე თბილისში, იმიტომ რომ არც ისე ბევრი დრო გვაქვს ჩემი აზრით, იმდენად ბოლომდე დაშლილი არის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და არაფერი აღარ არსებობს რეალურად. ხელჩასაჭიდიც არ აქვთ ამ ადამიანებს, ანუ თავს ვეღარ მოიტყუებენ, რომ რაღაცა სტატუს კოში ვიქნებით, იმიტომ რომ ეგ დრო უკვე რამდენიმე წლის წინ გავიდა, ამიტომ მოქმედების გარდა უბრალოდ სხვა გზა აღარ გვაქვს დარჩენილი.